თემა ჩვენი. თემა დღეს იქნება სტერეოტიპები. აი, ესეთებზე შეგვიძლია ჩვენ გადავალოთ. აბარა? არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ სტერეოტიპები, რომელიც გავრცელებულია ჩვენს გარშემო, ზოგით ცხოვრობს, ზოგით არ ცხოვრობთ და ასე შემდეგ. მოკლედ, ზოგს ვანგრევთ, ზოგს ვაშენებთ და მოკლედ სტერეოტიპებზე ვისაუბრებთ. ჩვენ სოციუმში ესე თქვი, უფრო სოლიდურად ხეს. ხო, ჩვენ სოციუმში გავრცელებულ სტერეოტიპებზე. მოკლედ, როდესაც დავიწყეთ ამაზე ფიქრი პირველი, რაც შემოგვეჩე, ხა ძალიან ბევრი სექსისტური სტერეოტიპი არსებობს რა. აი, უამრავი გავიქცევით? ხო, უამრავი. მოუძდელობთ ამ გადაცემას. ხო, ნუ მოკლედ, ძალიან ბევრი ესეთი სტერეოტიპია და მოკლედ პირველი ესეთი რაც არა მარტო ჩვენ, მე მგონი სხვებსაც ეუხერხულებათ, არის ესეთი სტერეოტიპი რა, მაგალითად. ყველა კაცი ერთნაირია. კი, კაცო. ესეთი სტერეოტიპი ხო? აი ვინმე არის, ვისაც არ გაუგია არასოდეს რომ ყველა კაცი ერთნაირია. ვის გაუგია რომ ყველა კაცი ერთნაირია? ესეთი ფრაზა ვის გაგიგიათ? აი გოგონები, ალბათონები. ესე იგი ყველას გაგიგიათ. ყველა კაცი ერთნაირია. ანუ რაღაცა ამ სტერეოტიპში არის, თუ არ არის, არ ვიცი. კარგი, მოდი ახლა ვეკეთვით. ყველა კაცი ერთნაირია გაგვიგია, ხო? და ვის გაგიგიათ? ყველა კაცის ერთნაირია. არა, ხო არის სტერეოტიპი, რომ ყველა კაცი ერთნაირია და თუ არის ესეთი, ყველა კაცის ერთნაირია. ხო, არ გამიგია მე მაგალითად გოგომ რო თქვას ესე რომ, კაი რა გეხვეწები ყველა კაცის ერთნაირია. არა, ხო. ესე იგი რაღაცნაირად შეგვიძლია ეს სტერეოტიპი მივამსხვრიოთ, ხო? აქვე. აქვე დაიმსხვრიოთ. ეს სტერეოტიპი ყველაზე მეტ დისკომფორტს რაც მიქმნიდა ეს იყო რა. არა არის კაცო ყველა ერთნაირი. ხო. ხო შეიძლება გვენდონ რომ ყველა ერთნაირი. იცება გააკეს უპირატესო. ხო, რატო გათანაბრებთ? გავაგზავნე. აი ქალმძღოლებზე ხო არის ხოლმე რა რაღაც. ხო, კი, გამიგია რა. ქალმძღოლები. ნუ მაგალითად ამბობ რომ ყველა ხო, ნუ ყველა ქალი მძღოლი რომ ცუდი მძღოლია მაინც და მაინც. ხო და არა, მე უამრავი ქალი მინახავს, რომელიც კაცივით ატარებს. ხალხი სტერეოტიპი დაანგრია შეგვიძლია. მე მეგონა. მე მეგონა და იცი რა არის მეგობრებო, რაც არ უნდა ვიძახოთ რომ ესე ვატარებთ, ან ისე ვატარებთ. აი მან შეიძლება გამოვყოთ რა. ალბათ კაცებს შეიძლება ვაჯობოთ მოხმართვის მანერაში, წესების დაცვაში და მაგრამ აი რაც თქვი, გინებაში კაც მძღოლს, მე მგონი ხალი მძღოლი ვერ შეედრა, აი გინებაში. ვერანაირად. რა? მოკლედ ერთხელაც გავიხედოთ. ამას გიყვები მაგაზე გამასცდა. ჩაზე ვდგევარ ესე, ხო არის, აი მოდის მანქანა და შიგნზის აი ქერათმიანი, ცოტა სათვალეებიანი არის როგორია, მაგრამ ეს სათვალეებიანი, ქერათმიანი, საყვარელი რაღაცნაირი, ძალიან სანდომიანი გოგო და ძალიან ლამაზად მოყავს ამ ეს ატარებს მანქანას. დავუშვათ, წარმოვიდგინოთ, ეს არის ამ გოგონას მანქანა, მოდის ეს. პერპენდიკულარული. ესე წამოსული მანქანა უცებ შეფერხდნენ რაღაცატომ რა, არ ვიცი. შეფერხდნენ და ამ მანქანამ დაუსიგნალა გოგოიან მანქანას. და პი დაუსიგნალა და ეს გოგო არ დაიბნა, ჩამოწია ფანჯარა და უკაცრავად ქალბატონები. რას მისიგნალებ, ჩემი გზა, შენი პირში მე. იზახის და აქედან გამოყო დარბაისელი კაცი ზის ეს ვინც დაუსიგნალა და ნინიკო შვილო, რა ხდება და დედა ანზორი ბიძია, ნათელადეიდა თქვენ ვერ გიცანით ღმერთო, რა დამემარ. დედას ეს ამბავს შევესწარი და აწი თქვენ განსაჯეთ ვინ როგორ იგივე. თქვენი ეგეც სტერეოტიპია. ანუ ეგეც სტერეოტიპია, ხო? სიტყვები ზუსტად ეგრე იყო. ასე რომ ხალებს გინება, არა მარტო კარგად ატარება, არამედ გინებაც რა. კარგად გინებაც. კიდე ერთ-ერთი ძალიან გახმაურებული, ესე ვიტყოდი, სტერეოტიპი არის ის რომ იყო და ეხაც მე მგონი არის რომ გათხოვების წინ აუცილებლად ქალი უნდა იყოს ქალიშვილი. გოგონა. აუ, იყო ქალიშვილი. შენ ახლა არ ვიცი რომელ დროში ხარ, მაგრამ სამწუხაროდ დღესაც არიან ვიღაცები, რომ თვლიან, რომ ნუ ეგ სტერეოტიპი, აი, რომ ქალიშვილი უნდა იყოს ქალი გათქვი. კი. არა, რატო იცი რომ მე ვიცი ძალიან კარგი ექიმი, რომელიც ამ სტერეოტიპს კარგად კერავს. პირდაპირ გაგებით კერავს. ორიგინალისგან განასხვავე. მარტო საქართველოში კერავენ სტერეოტიპებს. ეს იცოდე. ამსხრევენ ვერ ვიტყვი. რუბრიკიდან მარტო საქართველოში. არა, არ ამსხრევენ, კერავენ. არა, ვერ ვიტყვი რომ ამსხრევს. ხო. კიდევ აქვე გულიდან წამოსული სტერეოტიპი შეიძლება ერთი, რომელიც დარწმუნებული არ ესეც ბევრს ხსმენია, მაგალითად საყურიან კაცებზე. რამე სტერეოტიპი ხო არ გაგიგიათ? რას ამბობენ საყურიან კაცებზე? რახან საყურიანი ბიჭო არის ხა ესეთი სტერეოტიპი რა რომ რახან კაც საყურე უკეთია, ესე იგი სხვანაირი სექსუალური ორიენტაციის არის ეგეთი. არის ეგეთი. და მაგ სტერეოტიპს აქვს შიდა ქვე სტერეოტიპიც, ანუ სტერეოტიპის ქვე სტერეოტიპი. რომელ მხარეს გიკეთია საყურე, ის განაპირობებს და განაწყვეტს. იმნაირი ხარ თუ ამნაირი. მოკლედ მე ახლა საყურე მიკეთია მეგობრებო და ხშირად მსმენია რომ რა უხუმრიათ ზოგჯერ ან რაღაც რომ რა არ გეი ხარ ისე მაგრამ რადგინდა ეს საყურე რო გიკეთია. ეს არის აბსოლუტურად იდიოტური სტერეოტიპი. არაფერ შუაში არ არის საყურე გეობასთან.
სად იყო საყურე მე რომ გეი ვიყავი ხალხო მე არათუ მე არ მეკეთა ძალიან ბევრს არ ეკეთა რა ვანიკოს დღემდე არ უკეთია არ არის ვანიკოს დღემდე არ უკეთია ვიზე ნაკლები გეია უდიდეს ასე რომ ამ სულელურ სტერეოტიპებს ძალიან ხოთ მოვახვევთ ერთმანეთს თავს რა არავითარი ნიშნულობა არ აქვს დამსხვრევის ხმა დავადოთ რა თუ შეიძლება რომ ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა ძალიან კარგი შვენიერი კიდე ერთი სტერეოტიპი აი ხო არის გაგება რუსი ქალი რუს ქალზე სტერეოტიპი ხო არა რუს ქალზე სტერეოტიპი კი არა თვითონ აი გაგება რუსის ქალი აი ეგ უკვე სტერეოტიპი რუს ქალზე კი არა თვითონ რუსი ქალი უკვე სტერეოტიპია რა რუსის ქალია მე რამდენჯერაც აი მე რაც არ უნდა ვთქვა რომ ეს სტერეოტიპი არ მაქვს საქმეზე რომ მიდგება აღმოჩნდება რომ სტერეოტიპი მაქვს აი მაგალითად ეხლა თბილისში ჩამოვიდეს თქვა რუსი ტურისტი კაცია ხო და მეუბნება რომ где Абашидзе 20 მეუბნება у акцентот ისე ვეთყვი რომ вот там свернёте а потом там и там Абашидзе 20 და თქვა გოგომ რომ კითხოს где здесь Абашидзе 20 ულვაშები ამომდის Девочка, вот там свернёте, потом повернёте. Ай, я сам покажу. Айдем, я вам покажу. Ай, геонები, წვირი მიდიდება. ამომდის ულოშები, а у вас есть подруга, которая тоже ходит на Абашидзе 20? Ай, მინდა არ მინდა რა უყურებს ეგრევე ყოველთვის ავტომატურად ესე ხდება. ეგრევე მთების აქცენტით იწყებს საუბარს, ხო? У меня есть баран. ვაკე, у меня есть баран, принцесса. Айдем ко мне. ხო და რო მოკლედ კიდე რომ ის არის ესეთი აი ექიმები მაგალითად ექიმებზეც ძალიან ბევრი სტერეოტიპია მაგალითად არის ვინმე ვისაც არ გაუგია ესეთი რაღაცა რომ ექიმები რეცეპტს წერენ გაკრული გაუგებარი ხელით ხო ყველას გამიგია ეს ანუ ესეთი სტერეოტიპია რომ ექიმი ყოველთვის რეცეპტს დანიშნულებას გიწერს გაკრული გაუგებარი ხელით უყურეთ ამ სტერეოტიპა ისე დაიმკვიდრა თავი ექიმთან რომ მიხვიდეთ და გარკვევით რამე დაგიწეროს ეჭვდები რატო დაგიწერა რატო გიწერს რამაზი კალიგრაფიით საერთოდ ჯერ ეთყობა ვერ არის ძლიერი ექიმი არ მისულა საერთოდ იქამდე რომ გააკრას ხელი გაგიზარდოს პროფესორები ახერხებენ საერთოდ შეიძლება ჰიპოკრატეს ფიცის არ ქონდეს დადებული აბა როგორ ეს ვიღაცა შარლატანი ჩვეულებრივი ხელით ესე როგორ გარკვევით როგორ წერს ანუ ეგ სტერეოტიპიც არის რა ექიმებზე კიდე ერთი არის სტერეოტიპია თუ არა რაღაც ნუ ჩვენი ზდილობაც არის რა ეგ ერთგვარი იმიტომ რაღაცა ოპერაციას გაგიკეთებს ან გიმკურნალებს მე მიდიხარ რაღაცა პატივი გინდა და მიგაკ ვისკი უყვართ ყოველთვის ეგ სტერეოტიპია მაგრამ აქ ახლა სტერეოტიპებზე არ ვლაპარაკობ ნახე რა საშიშროება არსებობს თუ მიხვედი ოპერაციის მერე შენ დაუტოვე ეს ვისკი და იმაგით არ არის საჭირო აი მანდ დაფიქრდე რატო არ გართმევს ეს რაღაცაშია საქმე რა ეგ სტერეოტიპი ეხა ჩემზე წირო იყო ადამიანი პაციენტი და იქ მან ვისკი დატოვა და ჩემსაც არიღებს რაღაცა ვერ ჩაია თუმცა რომ შედიხარ და ხედავ რომ მაგიდაზე უდევს ბევრი ვისკი რომელიც სხვა კლიენტებმა მიართვეს გადარჩენილი პაციენტი შენსაც ეთქობა ისა აქ მაინც რომ იყოს შენი გაგჭირვებია მაგას შენ დალია აცი შენ ბოლო აცია შენ დალია სიგარეტს ეწევი პაციენტო არა სიგარეტის მოცი არ მოწევი რაც გინა აკეთე ისე ეს ერთგვარი სტერეოტიპი კი არ დავამსხვრიეთ მაგრამ გასწავლეთ როგორ გაიგოთ ნამდვილი დასკვნა კი და თუ ვისკი არ გამოგაკეთეს როცა ამბობთ რომ ყველა პროფესიას თავის სტერეოტიპები აქვს იმიტომ რომ აი მაგალითად ეხა ავიღოთ აი დიზაინერები ხო აი თქვა შედიხარ ბუციკში ხო ეხა თუ დიზაინერში რო შედიხარ ესე არ დაგხვდება ადექნიკა აი ესე თუ არ შემოხვედი მე შემოვედი ბუციკში ვაიმე ნიკა კრასავჩიკ როგორ ახარ მამა მოწიალდი გენაცვალე ჩემი კრასავჩიკი მამუ გამოუტანე მე როგორში დავხატე ეგ თუ ესე არ დაგხვდათ ეხა წარმოიდგინე ჩვეულები ესე რომ მიხვიდე ბუციკში და გაუმორჯოს მა ვახო აბა ზომები აგიღოლოსა გენა გუში რო დავხატე ნახატ ერთი გამოუტანე რა იქნება ზომები აუ ხო არ იყიდი მაგას გამორიცხულია ნუ რაღაცა დაინერი ხო რაღაც ესე კი გოიმია ხო არის გოიმია ხო შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანს უნდოდეს კერვა აბების მე მოგაზომოს ჩაგაცვას კარიერაზე რომელიც დიზაინერი ზრუნავს და ესეთი მიხრომო არ აქვს მაგრამ მაო აი ესე უნდა გელაპარაკოს გამიგე დიზაინერი უნდა იყოს ესეთ არის ხატავდეს კაბებს არის ეგეთი და არა ყაბას ხატავდეს ხო ეგ ჩვენი შეშეს არის რა წარმოდგენა რომ მაინც და მაინც ესეთი უნდა ან კიდე ესე დაახლოებით ასეთი ჟანრით თუ ლაპარაკობს მაშინ ან დიზაინერია ხო პირიქით რა თქმა უნდა ხე შეწამდგე დიზაინერი რომ მორჩება პაკაზი და ესე რომ გამოდიან ხოლმე ხო არის
რაღაცა და მე წავედი. ეხლა როგორ გენაცვალეთ მოუ ყველას ქართულებო გაიხარეთ ბრატ. ხო გამორიცხული ეგეთი რამე. მოხდება ეგეთი რამე არ მოხდება არას. გაიხარეთ მოუ. ამას მე მარტო მეტი არ გამიკეთებია შესაძლებელი. აუ ვინმე ყველა. რომელიმე გააკეთოს ეგეთი კოლექცია რა. ვინმე ეგეთი კოლექცია და რო იხედება იქიდან. აი როგორ ყვარი დოლჩე გაბანა. ამაზა და ვახო. როი წარმოიდგინე. იმ დროს ამაზა და ვახოები მეცვა. შეიძლება ძმაო ძალიან დაიდი კაცურები. რამოდენიმე ჩამოთოლით, მაგრამ გოგოებზე კიდე არის უამრავი სტერეოტიპი რა. ო ეს აი რამდენჯერ ყოფილა რომ მაკაცებში ეგეთი დიალოგი გამიგია რომ იცი რა არის ბიჭო აი ვაპირებ რომ თეკლას მინდა მივწერო გაიგე მაგარი გოგო შენ ცისფერტოალება ხუჭუჭა ლამაზი სიმონ მაგრამ ბიჭო აზრია აქ რომ მივწერო და ეს მეორე როგორ არა აქ შეჩემო იგერ თამაზას ხუაზურზე შენც მოგცემ ანუ მასაზო შენ რატო მოგხტომად როგორ არა აქ თამაზას ასოს იასნია შენც მოგცემ შეჩემო დაურე დებილი ხარ მე მორიდებულ ავაგდელო სათვალიან ადამიანებზე ხსმენია სტერეოტიპზე? რამდენიც გინდა. აი მაგალითად სათვალიანი ადამიანზე არის ესეთი სტერეოტიპი, რომ თუ ადამიანს სათვალე უკეთია, ის აუცილებლად ნაკითხია და განათლებული. ხო არის ახლა ესეთი სტერეოტიპი, არ მითხრათ რომ ეს მე მოვიგონე. არა და თქვენ წარმოიდგინეთ, მე ვიცნობ ძალიან ბევრ სათვალიან ადამიანს, რომელიც მაგარია. uvitsi იცინო აი მაგალითად ჩვენი მეგობარი ახლა ვინც ეს ხუმრობა მოიფიქრა ისიც მაგარი სათვალიანია გენაცვალე არის კაცი ისე შეწუხდა რომ ხუმრობა მოიფიქრა საკუთარ თავზე რომ სტერეოტიპი დაემსხვრია ასე რომ ეს სცენარი მისი დაწერილი შევეშოთ რაღაცეებს რა იტანჯება ხალხი ეს ხუმრობა იტანჯება ხალხი სათვალე ნიშნავს რომ ხედველობასთან გვაქვს პრობლემა მეტი არაფერს მეც არც ნაკლებს კიდე იცი რა არის ანუ ისეთი რამე რომ აი უარსებობს კიდე სტერეოტიპები აი უბანზე რა უბანზე რა ანუ უბანზე მაგალითად ეხლა ვაკელი ხარ უეჭველი რაღაცნაირად უნდა ლაპარაკო ეხლა ვაკელი ხარ ყავაკი ანუ როგორ არის იცი რომ თავისი წესებია რა ყველაფერში აი ხვდები ეხლა მაგალითად ვაკელი თუ ხარ აუცილებლად უნდა თქვა რომ აი ბიჭო რავი აი ბიჭი თუ ხარ ყველანაირად რაღაცნაირად ლუნა ქონა ყველანაირად მაგრავიდი კიდე შენ დამთელობას ფიცავ თუ გოგო ხარ მაგალითად ეს უნდა რომ ბოლოში უნდა გააგზელო ხოლმე აუ თაკა წავიდა ეკა მოვიდა ხო ხტები აუცილებელია რომ შეიძლება რომ სხვანაირად უბრალოდ ვაკეში ცხოვრობ ეგრე თუ არ ბაზრო ვაკელი არა ისე ვაკელი ხარ აი მაგალითად რომ დაუკვირდე ხარ ვითი ხტები ხა გარეუბნიდან როგორ იწყება მაგალითად ილო იწყება ესე მე ნელა მაგრდება ეს ლუ ხტები მე ილო მე არის თქვა სადაც ვარანცოვისკენ უკვე ილო გამიგე ყველა ილო და ვაკეში ხა ილა ილოკი ილკოკი ილუშკი ანუ ხო და ეკნერობით იქნება გაპატარებენ გასაყარებელი და რაღაცას მიშვებიან არის ანუ მოიცა ფაქტია ეს ეგ სტერეოტიპი არ არის გამოსტურა ხო ანუ სხვა ვაკელი ვერ იქნები თუ ესე არის ლაპარაკი და ცოტა სატაცური მომეცით და ყველაზე მაგარი გოგონე თუ არ თქვი გამოთან ის body language-ის უნდა ქონდეს გაიგე ანუ slow motion-ს რო გაგიკეთებენ აი ესეთი უნდა იყო რო რაღაცა და რაღაცა მან კიდე ბიჭო რა არის იცი ხა ყველაზე მაზალურად შემოხვედრე იყო რომ ვაკეში მოდივარ და ვაკის ეკლესია რო არის რა კი ჭავჭავაძეზე ვაკის ეკლესიას და მოდივარ და ბიჭო კვირა ნუ ეხა წირვა რა ღესულობა და ბიჭო მეთქი ხარ მომეჩვენა გესმის მეთქი რაღაც ახლა პაროდიის ის მაგ გამძაფრებული რაღაც ხარ მეჩვენა მოდივარ და უცბად მესმის იმ მომენტში ვარ უკვე უფალო შეგვიწყალენ იყო და იქ დინამიკები უფალო შეგვიწყალენ თან ეს დინამიკებია გამოტანილი გაიგე უსტერმოზერი დინამიკები უფალო შეგვიწყალენ აუ თხო და თან ეთქობა ხანდახან ეპარებათ ხომ უფალო შეგვიწყალენ აი შეთასმეცა შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ შენ ხომ იცი რა ადამიანია იქ მაინც ხო შეიძლება რომ არ გაგეპაროს აუ თხო ეპაროს უფალო შეგვიწყალენ აი რა გიხოცე სადაც ვარი ხო გადის აუ ბიჭო რამდენი ვიცი ები რო უნდა იცოდე და ეგეთი კიდე ხო მოჩდები ეგეთი რაღაცები ეგეც აუცილებლად უნდა ითქვას იმიტომ რომ თუ გინდა რომ გამოჩნდე პრადვინუტი ტიპი რომელი უბნელიც არ უნდა იყო თუ გინდა რომ იყო პრადვინუტი არსებობს ფორმულა უნდა იცოდე ნუ 10 სიტყვა უეჭველი ის უეჭველი სიტყვები 10 რომელიც წერს რომ გამოჩნდე პრადვინუტი ტიპი რა სიტყვები ნახსენო ეხა გეტყვი ხრეკული სიტყვები ესენი აუცილებლად თუ რაზეც არ უნდა ბაზრობდე რა თემაზეც არ უნდა ბაზრო მე ამით დავდივარ ხოლმე რა თუ ძალიან ვიში პილოტაჟი შემხდება ამოვიღებ ხოლმე და ამით ხელმძღვანელობა მაგ ავი რეპეტიციები ეხა წაგიკითხავთ იმ 10 კითხვას 10 სიტყვას რომელიც აუცილებლად ლაპარაკის დროს უნდა გამოიყენოთ თუ გინდათ რომ გამოჩნდეთ პრადვინუტები პირველი
ნარატივი, მეორე სეგმენტი, მესამე პერფორმანსი, მეოთხე ბაბლი, ეს ახლა ძალიან მოდაშია. მეხუთე არის არტისტი, აუცილებლად თქვა, მეექვსე არის რეივერი, მეშვიდე არის ქვიარი. ეგ რა არის? ეხლა ხანს გავიგე, მე ბოლომდე აზიარა ვარ. არ ვიცი რა სიტყვა სწორად, მაგრამ ქვიარი, ой, ქვიარია. თუ არ გამოვა. მე ინსტალაცია უნდა თქვა, აუ, არტისტმა ისეთი ვიდეო ინსტალაცია გააკეთა, იმენა ლუპზე ქონა გაშვებული. ეგ თუ თქვი შინაური ხარ. კიდე აპეტაიზერი დავიწყოთ. ეგა და ეს მიყვარს ძალიან კონტემპორარი. ხო, კონტემპორარი რა? კონტემპორარი, ხო, კლარ, კონტემპორარი. კონტემპორარული არტი შენი საღადაო არ არის. ხარ გალეული, არ არის. ხუთი გახურავს, კაცი ხარ. რატო დეტალურად გაინტერესებს სიტყვები, ეს თურმე ჩვენ დანარჩენი სიტყვები თუ გნებავთ, პირადად Facebook-ში მომწერეთ, მოგაწვით ასეთი 100. მოგწერეთ და მოგწერეთ. საშინელი სტერეოტიპია, აი, იყავი კაც ხმში. წამყვანების გამიგებენ, მსახიობები გაგვიგებენ, რომ აი თქვენო რანაირი მაგარი პროფესია გაქვთო რა, რომ იმაში ხართო რა ქვია. სულ კარგ ხასიათზე ხართო და ეგ უეჭველი ისე არ იქნებაო რა, ალბათ რაღაცას ეწევითო და ყველას გონია რომ ჩვენ აქ რაღაცას ეწევით და იმიტომ მე ვხიარობდა. სარმოიგონებს ადამიანს. ხო, არის ეგეც ხო, უნდა მოგივიდეს ეგ თავში. რახან იცინი და კარგ ხასიათზე ხარ რომ ეწევი. ბიჭო, გაჩე. ასე რომ გულო გაფცაიდა. ევროპული ხوار ჩართო, ვანიკო ევროპული. შენი ლაპარაკე, კარგ სტერეოტიპია, ჰიბრიდია. ხო გითხარი, ბოლო აღარ ეხლა მეორე ნაწილში დაბრუნდებით. ფანჯარა გააღე რა. მიდი ფანჯარა